ძალიან ცუდი ამბავი მაქვს სილამაზის სალონებისთვის. ყველას არ გულისხმობ. ეხლა ვეგეტყვი. ანუ აქაც იგივე სიტუაცია, რაც თითქმის ყველა ბიზნესში საქართველოში. აი, ჩემსავით არ უნდა გეზარებოდეს ბარბერთან ვიზიტი, მაგრამ რას ვიზამთ? ხო, დაუბრუნდე თემას. როგორც თითქმის ყველა ბიზნესში საქართველოში, აქაც არის იგივე სიტუაცია. გახსნე სილამაზის სალონი, ასე თუ ისე ხალხ მრავალ ადგილას, როცა კონკურენცია თითქმის არ არსებობდა, მოიზიდეს ლოიალური კლიენტები და წლების განმავლობაში არიან მხოლოდ ამ ძველი კლიენტების ხარჯზე, რომლებსაც ზოგჯერ მოყავთ ახალი კლიენტებიც. ეს მოდელი კომფორტულია, არ გიწევს ზედმეტი ფართხალი, კონტენტის შექმნა, რეკლამების გაშვება, მაგრამ არანაირად არ მუშაობს ეს მოდელი 2025 წელს, როცა მაღალი კონკურენცია და არც ძველი კლიენტები ყავს სალონში. ამას აბედნიეროდ ბევრი ხვდება და იწყებს აქტიურობას სოციალურ ქსელებში. მაგრამ სამწუხაროდ არასწორად. მე რომ მქონდეს 2025 წელს სილამაზის სალონი, არ გადავიღებდი კლიენტების ლამაზ ფრჩხილებს, ლამაზ მუსიკაზე. ამას ხომ ისედაც ყველა აკეთებს. და შენ გინდა იყო ისეთი როგორიც ყველა? არა მგონია. კითხე საკუთარ თავს, რით გამოირჩევი კონკურენტებისგან? გითხრა რატომ არ მუშაობს მსგავსი კონტენტი? იმიტომ რომ ამ კონტენტში არც სიტყვებია, არც სახე ჩანს ავტორის და შესაბამისად ვერც ემოციებს იწვევ მაყურებელში. და ემოციების გარეშე დღეს ვერაფერს გაყიდი. აი რას ვიზამდი მე ამის ნაცვლად. გადავიღებდი იმას, თუ როგორ ხსნის მასტერი სხვაობას კარგსა და ცუდ ლაკს შორის. გავფანტავდი ძალიან ბევრ მითს და ვიტყოდი რომ ძალიან ბევრი სალონი მუშაობს მოძველებული ტექნოლოგიებით და ჩვენ სალონში ასეთი არსებული შემთხვევაში ისარგებლებ თანამედროვე ტექნოლოგიებით. ძალიან ხშირად ავხსნედი კონტენტში თუ როგორ უნდა შეარჩიო მასტერი სწორად, რომ არ დააზიანო არც შენი თმა, კანი და ფრჩხილები. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? სილამაზე არის ნდობა. თუ შენ კიდებ ხელს ადამიანის სახეს, კანს, ფრჩხილებს, სხეულს, ის მაქსიმალურად უნდა გენდობოდეს. და ნდობა დღეს ყალიბდება თემატური და ექსპერტული კონტენტის მეშვეობით. თუ გაქვს სალონი ან მუშაობს სილამაზის სფეროში, დაიწყე საუბარი იმის ნაცვლად, რომ ცარიელი კონტენტი პოსტო, რომელიც შენც მოგბეზდა და დარწმუნებული ვარ შენს აუდიტორიასაც. თუ გინდა დაგეხმარო შექმნა ისეთი კონტენტი, რომელიც ნაბიჯ გასწავლის როგორ ჩამოაყალიბო ნდობა პოტენციურ მომხმარებელთან, რომელიც კლიენტების რიგს დაგიყენებს პირდაპირ მნიშვნელობით, ხომ იცი სადაც უნდა მომწერო.